15 მაისს, როდესაც სამ უბანზე, კერძოდ სოფელ ფონიჭალაში, აზერბაიჯანულ სკოლაში განთავსებულ სამ უბანზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მანქანი, Toyota, ჯიპი, შავი, CSK 002 ნომრით, ბატონი კირთაძე, ასევე საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მეტონიძე და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ რაფავა მივიდნენ უბანზე. მერაბ რაფავას აქტიური ჩართულობით ტექნიკური აღჭურვის პრობლემების გადაწყვეტაზე ისაუბრეს. ადგილი აქვს ჩემი აზრით ორი კონკრეტული მუხლის დარღვევას, ერთი როდესაც ხდება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ფულადის სახსრებით ან ფონდის სახსრებით ისეთი სამუშაო შესრულება, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებს ევალებათ.